სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. შემდეგ კითხვას სვავს სინდი ჰერნანდესი. როგორც ეთყობა ჰერნანდესი ეს არის მექსიკური წარმოშობის ან ლათინო, რომელიც კათოლიკური წარსულიდან მოდის. მე მაინტერესებს როგორ უპასუხო კათოლიკეს, რომელიც ოდესაც ეკითხებიან თუ რატომ მიდის სამოთხეში. იქნება ეს მათი ურთიერთობის რელიგიის თუ კეთილის საქმეების გამო, პასუხობს იესო ქრისტესთან ურთიერთობის გამო. თუმცა ისინი ჩვენ ვიცით, რომ მაინც საკრამენტებს ირჩევენ, ანუ საიდუმლოებებს, იცით მათ 7 თუ საიდუმლო აქვთ, ნათლობა, ზიარება და ასე შემდეგ, და აღსარება და ასე აგრძელებენ ცხოვრებას. მე მაინტერესებს, როგორ უპასუხო მათ, როცა ისინი ამ ცოდვაში არიან, როგორ უნდა უპასუხო და რა უთხრა. ჯონ მაკარტური პასუხობს. ფიქრობ სინდი, შენ უბრალოდ უნდა უთხრა მათ, რომ განმარტე ჩემთვის და შეეძიეთ და გამოკითხეთ უფრო დეტალურად, რომ განგიმარტონ რას ნიშნავთ მათი შეხედულებით იესო ქრისტესთან ურთიერთობა, რას გულისხმობენ ამითი. ახსენე უთხარით, რას გულისხმობ ამაში. არის რაიმე, რასაც აკეთებ, რაც ხელს უწყობს ამ ხსნას? ფიქრობ უბრალოდ უნდა ჩაუღრმავდეთ და გამოიკვლიოთ ეს. ნუ მისცემთ მათ უფლებას, რომ თავი დააღწიონ და ესე იოლად თავიდან მოგიშორონ და თქვან, რომ თითქოს და მათ კარგი ურთიერთობა აქვთ იესო ქრისტესთან. განმიმარტე ეს. ასე რომ მიეცით საშუალება მათ, რომ განმარტონ ეს. შეეკითხეთ, როგორია შენი ურთიერთობა ქრისტესთან? რას გულისხმობ ამითი? აი ანალოგიურს მართლმადიდებლებიც ამბობენ, რომ იცოდეთ ეხლა განსაკუთრებით, როცა ადრე არ იცოდნენ, ეხლა ისინი თეოდორ გიგნაძის გამო, გურამ მოთხოზორიეს გამო, რომელმაც შეაზავეს ეს, აზავებენ, გესმით, ქრისტიანობას იმ რიტუალებთან, რომელიც მათ გადმოეცათ. ასე რომ მე ეს მიყვარს ხოლმე ესეთ ადამიანთან აგრძელოს ჯონ მაკარტური. ასე ვაკეთებ. ამიხსენი სახარება, ამიხსენი შენი ურთიერთობა ქრისტესთან და როგორ დაამყარე ეს ურთიერთობა. როგორ გაიცანი ის, როგორ დაამყარე, როგორ გეპატია შენი დანაშაული. გულისხმობ, რომ უბრალოდ განაგრძეთ ძიება მანამ, სანამ არ მიხვალთ ძირითად რეალობამდე. ნამდვილად სამ თუ არა მათ ისინი. ხოლო მადლითა და რწმენით გადარჩენა ეს ძალიან კარგია თუ ესე არის, მაგრამ მე ვეჭვობ, რომ ისინი ამათში კარგად იყვნენ დარწმუნებულები, იმიტომ რომ მათ აუცილებლად ჭირდებათ იმ საკრამენტების და იმ საიდუმლოების შესრულებაც, რომ რამე წვლილი შეიტანონ თავიანთ ხსნაში. და ამის მიღწევის ერთადერთი გზა არის, რომ არ მისცეთ მათ ზედაპირულად პასუხის გაცემის საშუალება. და კითხვის დამსველი ისე აგრძელებს და ვფიქრობთ, რომ ცოდვა არსებობს, რომ ეს ცოდვა რომ ისინი მონაწილეობენ საიდუმლოებში და ჯონი ეკლე ამაზე თავს იკავებს უფრო. მე ვფიქრობ, ადამიანებმა შეიძლება ჭეშმარიტებად გადარჩნენ კათოლიკურ გარემოში და მიიღონ მონაწილეობა საიდუმლოებში ხანდახან. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია იყო ქრისტიანი და ამას აკეთებდეს შეგნებით რეგულარულად. მე ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება უმეცრება, თუ ნამდვილად გესმის კათოლიკური თეოლოგია. და იცით, რომ კათოლიციზმში ერთ-ერთი პრინციპია, რომ დაარწმუნო ხალხმა, რომ არაფერი გაიგოს. ეს არის მათი პრინციპი. ისინი არ უხსნიან კარგად, დეტალურად, თუ რის იწამთ და რის ისჯერათ. ისინი მარტო რიტუალებით იშორებენ მათ, როგორ გავს არა ეს მართლმადიდებლობას. იცით, თქვენ მუდმივად საიდუმლოდ ინახავთ და მხოლოდ ზედა ელიტა იცის თუ რა არის მათი თეოლოგია. ისინი ხვდებიან ყველაფერს. შესაძლებელია რომ ადამიანებს კეთილი განზრახობი ქონდეთ და ისე გააკეთონ, რასაც აკეთებენ. ხედავთ? ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რას ხედავენ ისინი ამაში და რას დებენ ამ საიდუმლოებებში, როგორ უყურებენ. და მე ადრეც თქვი და ეხლაც ვიმეორებ, რომ კათოლიკურ გარემოში შეიძლება იყოს ძალიან ბევრი გულწრფელი ქრისტიანი, რომელიც მთლიანად არ იცის თუ რა არის მათი თეოლოგია, მაგრამ ისინი მიენდონ იესო ქრისტეს და ამითი გადარჩნენ. არასწორია ამაში იესო ქრისტეს ნამდვილი სხეულისა და სისხლის დანახვა, როცა ისინი ზიარებას ესე უყურებენ. რაც შეეხება იმას, არის თუ არა ეს ღვთისწინააღმდეგ ჩადენილი აშკარა ცოდვა, თუ ვინმეს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ხდება. მე არ მინდა ამ საკითხის წამოწევა და ზედმეტად ამითი მათი შეშინება. ამაზე თავს შევიკავებდი და არ ვიტყოდი, რომ ეს ცოდვა არის. გასაგებია? დიახ, მადლობა ჯონ პასუხისათვის.